ეთერშია გადაცემა კომპეტენტური პასუხი. მაია ვარშანიძესთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და შემოგვერდით გადაცემაში კომპეტენტური პასუხი. ბატონო ლევან, საკმაოდ გრძელია სია იმ ადამიანების, ვინც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ყოველდღე ახალ-ახალი პირების შესახებ ვიგებთ ინფორმაციას. დღეს მაგალითად გივი თარგამაძე დაიბარეს გამოკითხვაზე სასამართლოში. ზოგადად ეს პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს პარლამენტში, რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით? როგორია თქვენი შეფასება? ეს საგამოძიებო კომისია თქვენი აზრით ერთადერთ მიზანს ემსახურება, კერძოდ ქართულ ოცნებას სურს, რომ დაიბრუნოს დღის წესრიგზე კონტროლი. ბოლო პერიოდში მათ პარლამენტს არავინ ყურადღებას არ აქცევდა, არავინ არ აღიარებდა მათ. დღეს კიდევ ადამიანები მობილიზებულები არიან და რეაგირებენ იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ კომისიაში ვითარდება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება გადასული არის ოპონენტების სრულ განადგურებაზე და გაუნებელყოფაზე. და ეს კომისია ამ საქმესაც შეუწყობს ხელს. ისინი ასამართლებენ ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც მათ მხარეზე არ არიან. ხოლო ვინც მათ მხარეზე, ისინი ხელუხლებლად იმავე კომისიაში ცხენან. ხო, მაგალითად, ბატონი თენგიზ შარმანაშვილი თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ სააკაშვილის მთავრობის ელჩი გახდა სომხეთში. სააკაშვილის მთავრობის ბოლო კონსტიტუცია დაწერა და გააკეთილშობილა და ასე შემდეგ. ასე რომ მეორე მიზანი ამ კომისიას აქვს ის, რომ ოპონენტები გააუნებელყონ. ისინი მზად არიან, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა დააბრალონ თავის ყველა მოწინააღმდეგეს. მაგალითად, შეუძლიათ რომ გიორგი კახარიას მონაცვლობს ნაცად. მაგრამ იგივე მიქანაზე, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე სადეიშვილის და იმ მართლა სისხლიანი მართლობის, ის არ არის ნაცი. ასე რომ ამ შერჩევით სამართლის გატარებისთვის შესანიშნავი ასპარეზი. ბატონო ლევან, თქვენ ახსენეთ რამდენიმე პირი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან არის ასოცირებული და დღეს ქართულ ოცნებაშია, საკმაოდ სოლიდურ და საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებზე და ასევე თქვით, რომ ამ კომისიის მიზანი არის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ქართული ოცნების მხრიდან, რაც არის დაანონსებული პრინციპში. რამდენად გამოუვა კომისიას ეს? კახარია ახსენეთ, არა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს ყოფი ადამიანების შესახებ სურთ საუბარი და მათი საქმიანობის შესწავლა, არამედ ვნახეთ ლელოდან ჯაფარიძე, ასევე ხაზარაძე დაბარებულები, ანუ პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არ იყვნენ. რა პრინციპით არის თქვენი აზრით შერჩეული? აი ამ კითხვაზე რომ გვიპასუხოთ. ესე იგი, ჯერ პირველ ნაწილს უპასუხებ თქვენი კითხვისა, სათამდე შეიძლება მივიდეს, თქვათ, ამ კომისიის მუშაობა და რა გამოუვა ამ კომისიას. ქართული ოცნება ხელმძღვანელოს პრინციპით ძალა მორევაზეა. სადამდეც გაუვათ ყველაფერს გააკეთებენ. თუ შეხვდათ წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდანაც, სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც, პროტესტის მონაწილეების მხრიდანაც და სადაც წინააღმდეგობა იქნება მკაფიო და ძლიერი, გააჩერებენ ამ რეპრესიულ მანქანას გენერალ წულუკიანის მეთაურობით. მაგრამ თუ არაფერი წინააღმდეგობა არ შეხვდა და ეს ყულში გაატარა საზოგადოებამ და მეორიდან გამოუშვა, მაშინ ბოლომდე ისინი ყველა თავის ოპონენტს, ასე ვთქვათ, შეავიწროვებენ ამ მექანიზმის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, თქვენი კითხვის მეორე პასუხსაც შევეხმიანოთ, ხო? რა თქმა უნდა, ამ კომისია თავის, ასე ვთქვათ, მოწმეებს თუ დასაკითხ ობიექტებს თუ გამოსახებულ პირებს ირჩევს ორი კრიტერიუმი. ერთი კრიტერიუმი არის, რომ მართლა ნაციონალური მოძრაობის დროს ამ ქვეყანაში სისასტიკეები ხდებოდა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ტარდებოდა, უამრავი გაუმბედურებული ადამიანი ყავს იმ რეჟიმს და აი ეს ხალხი მოყავს და მათ ასაუბრებენ ამ კომისიაში და უბრალოდ ეს არის ფარისევლობა. 12 წლის წინ ამ ხალხს არ უჭირდა, 12 წლის წინ არ ჭირდებოდა ამ ხალხს სამართალი, 12 წლის წინ როიშავაძე არ იყო მოკლული და დღეს არის მოკლული მხოლოდ მაშინ, როცა დაჭირდა ხელისუფლებას სამი ოპონენტების
შევიწროვება? თუმცა ამ კომისიაზე დაბარებული ისტორიების შესახებ არის გამოძიება ჩატარებული კიდეც და გარკვეულწილად პასუხი გაცემული, ხომ ასე აზოგის პროცესი მიმდინარეობს. რატომ არ აღმოჩნდა თქვენი აზრით საკმარისი ის, რომ სამართალდამცავ უწყებებში ამ საქმეებთან დაკავშირებით პროცესები გაგრძელებულიყო ან დასრულებულიყო და კითხვებზე პასუხი გაეცათ და საგამოძიებო კომისიების როლი რა არის ზოგადად რომ გითხრათ? საერთოდ ესეთი საკამოძიებო კომისიების მიზანი არის თვითონ რეჟიმის პოლიტიკური შეფასება. ასე რომ რომელიმე საქმეზე სამართლებრივი განაჩენი რო არის დამდგარი და იმ ოჯახის წევრებს მაინც იძახებენ კომისიაში, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ეგ ნორმალურია, ოღონდ თუ კომისია ფუნქციონირებს შესაბამისი წესებით, შესაბამის დროს და შესაბამის ადგილას. ყველა ესეთ კომისიას ჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ეფექტიანად იმუშაოს. ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ მას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია საზოგადოებაში. მას უნდა აღიარებდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ჯგუფები. იმიტომ რომ ესეთი კომისიების მიზანია წარსულის შეფასება და ამ შეფასების საფუძველზე ეროვნული ერთიანობის მიღწევა. და ამ საქმეში თუ ავტორიტეტული და გავლენიანი და სერიოზული და აღიარებული ადამიანები არ არიან ჩართული რაღაც სოციალური და პოლიტიკური კაპიტალი რო აქვს ისეთები, მაშინ ესეთ კომისიას აზრი ეკარგება. ხომ ახლა სულბარს ვინცემს პატივს ამ საზოგადოებაში, ხო პოლიტიკურად რაღაც ძალიან ვიწრო ჯგუფი. იგივე თენგიზ შარმანაშვილი მე ვიცი და თქვენ და ვინ იცის ამ ქვეყანაში კიდევ რომ ესეთი ფიგურა არსებობს და ესეთი მადამ ინკოგნიტოების მიერ დამყარებული სამართლიანობა არ მუშაობს. სამართლიანობა სჭირდება თქვა როგორც სამხრეთ აფრიკაში იყო დესმონდ ტუტუ ეპისკოპოსი, რომელსაც თეთრებიც აღიარებდნენ და თვითონ შავი იყო და აი ამ ზანგების ინტერესებს წარმოადგენდა ამ სიტყვას ვიყენებ ქართული ტრადიციული ძველი გაგებით და არა მონობა გამოვლილი ქვეყნის გაგებით. ხო? ამაშია საქმე და მეორე დროს აქვს მნიშვნელობა. შენ დანაშაული უნდა გამოიძინოს ხელ კვალზე. დამარცხდა სააკაშვილის რეჟიმი 12-დან 16 წლამდე გააქვს ციკლი ერის საპარლამენტო, ყავს პარლამენტში უმრავლესობა, შეგიძლია კომისიის შექმნა, შექმენი გამოიძიე, დადე დასხნა, შეაფასე საკითხი. მაგრამ ქართული ოცნების მოტივაცია სიმართლის დადგენა არ არის, ქართული ოცნების მოტივაცია არის ასე ვთქვათ ოპონენტების განადგურება და შევიწროვება რაღაც რეალიტი შოუ დომ დვა ხო არის რუსეთის ტოპ-ჩაკსტო მიყავდა დომ ტრით თბილისში მიხოს რაღაც უმოკლიან რეალიტი შოუა მათი მიზანი და არა სამართლის დადგენა, თორე უფრო სერიოზულად მოემზადებოდნენ, უფრო მეტი კითხვა ექნებოდათ. გენერალი ყარყარაშვილი გამოვიდა და თქვა რომ როცა სამხედროებს კითხავ მანამდე მოკვლევა უნდა ქონდეს ჩატარებული და არ არის აუცილებელი რომ თუ სიმართლის დადგენა გინდა სამხედრო პირების საკითხებზე ტელევიზორში ალაპარაკო. თან დაამცირო ის. ასე რომ აშკარად იკვეთება თეთრი დაფიჩან ვის რა უნდა და რა ამოძრავებს. კომისიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გვესმის ჩვენ შეკითხვები, თქვენ ცდილობთ დაასაბუთოთ კიდეც ეს, მაგრამ მე მაინტერესებს სუფთა სამართლებრივად, წმინდა სამართლებრივად, რა რაოდენობა და რა კონსენსუსი არის საჭირო იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას პარლამენტში. აი ამ შემთხვევაში თუ კი სახელდახელოდ შექმნილ ოპოზიციას არ მივიჩნევთ ოპოზიციას, რამდენად ლეგიტიმური არის ზოგადად ეს კომისია. ეხლა ქართულმა უცნებამ ყველა კანონი გადაწერა და საკუთარ თავზე მოიგო. სანამ საქართველოში ოდნავ მაინც არსებობდა პროცედურული დემოკრატია, მაშინ კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატი იყო საკმარისი და იყო წინაპირობა დადებული, რომ საგამოძიებო კომისიას ოპოზიციონერი სჭირდებოდა. ოპოზიციონერი თავმჯდომარე უნდა ყოლოდა. ქართულმა უცნებამ შეცვალა კანონი. ეხლა შეიძლება რომ ასე ვთქვათ, არაოპოზიციონერიც ჩაუდგეს მას სათავეში. შეცვალა პოლიტიკური რეალობა, გააყალბა უფრო სწორად და ფრიდონ ინჯიას პარტია და სოზარ სუბარის პარტია გამოაცხადა ოპოზიციას, ისინი დასვა იქ, რომ თვითონ ლეგიტიმაცია ჰქონდეს. მათ ასე ვთქვათ, ლეგალურად, ანუ კანონის მიხედვით გამართეს საქმე, მაგრამ ამ კანონებს არავინ არ აღიარებს და ყველა ხვდება, რომ ეს კანონები, რომლებიც უწევს გადაწერეს საკუთარი ძალაუფლების და აგრესიის სადემონსტრაციოდ, მათ არ აქვს აღიარება, მათ პატივს არ სცემენ.
მათ კანონიერი გზით მიღებულ წესებად არ მიიჩნევენ. და ამ ყველაფერს სოციალურ მეცნიერებებში ეწოდება ლეგიტიმაციის კრიზისი. ანუ შეიძლება ფურცელზე ყველაფერი გამართო, მაგრამ კანონი მაშინ იწყებს მუშაობას, თუ მის მიმართ არსებობს ნდობა და პატივისცემა საზოგადოებაში. და ეს აი ამ კანონებს, რომლის მიხედვითაც ეს კომისია შექმნა, ეს პატივისცემა ნამდვილად არ აქვს. რას უნდა ველოდოთ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ? ამ ეტაპზე გარკვეული მინიშნება მდინარაძემ გააკეთა, მამუკა მდინარაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იქნება, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეა საუბარი. იცით რა არის, მე თუ მკითხავთ რაღა გაუქმება უნდა ამ ოპოზიციურ პარტიებს, ისეთი არათანმიმდევრული და არასერიოზული პოლიტიკური პარტიები ყავს ოპოზიციაში და ჩემთვის ისედაც გაუქმებულები არიან და ნახევარი საქართველოსთვის კიდე ზემოდან თავიანთი ესე იგი უშედეგო და გაუთვლელი და დაუგეგმავი მოქმედებები. ამიტომ არსებობს ორი ვარიანტი. ამ საგამოძიებო კომისიას და პარტიების აკრძალვის ინიციატივას ან გამოიყენებენ სურათის შესაქმნელად, ანუ გაწევავენ ახლა, რომ აი ჯერ შეიტანენ აკრძალვის კანონს, მერე სასამართლო 1 წელი განიხილავს და შექმნიან ისეთ ვითარებას, რომ ჩვენ 2 წელი ვილაპარაკოთ ამ თემაზე და ბოლოს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანუ ისევ დღის წესრიგის შექმნასთან, დღის წესრიგის კონტროლთან შეიძლება გქონდეს საქმე. ეს არის კარგი სცენარი. გრატულიოების მხრიდან და ცუდი სცენარი არის ის, რაც მამუკა მდინარაძემ თქვა, ის რომ განახორციელოს, რომ მალევე სწრაფადვე ერთი ხელისუფლებით აკრძალონ პოლიტიკური პარტიები. ორივე სცენარი მოსაგმოდნელი არის. მესამე შესაძლებლობა თუ ამ თავხედობის გამო მათ მოხვდათ გულისხმობენ პოლიტიკურად, ანუ თუ მიიღეს გაძლიერებული წინააღმდეგობა, ახალი ფორმები წინააღმდეგობისთვის, მაშინ ისინი უკან დაიხევენ. მათთვის ხო პრინციპული არაფერი არ არსებობს. გვეუბნებოდნენ ევროპაში მივდივართ სისტემითო, არჩევნების მეორე დღეს ქვეს, რომ აღარ მივდივართ ევროპაშიო. ამბობდნენ დემოკრატიას ვაშენებთო, მერე აღარ ააშენეს. სულს დღეს ოპოზიციას ეძახიან, ყوان შეიძლება ის რა ქვია, რაღაც სხვა სახელი დაუძახონ და ასე შემდეგ. რა მათთვის ესე იგი ყველაფერი იზომება ამ ძალაუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპები და ღირებულებები საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ შემადგენლობაში არავის აღარ. და სულ ახლახან 9 აპრილს ვნახეთ ჩვენ საკმაოდ მწვავე დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები, ოპოზიცია და ხელისუფლება 1989 წელს რუსული ნიჩბებითა და მომწვამლელი გაზით დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებლად სად გადის მორალური ზღვარი და როდის შემდეგ ითვლება ამ დღის ტრაგედიის ავტორი უცხო ძალად? აი თქვენ ალბათ გახსოვთ კავკასიური თასის სიუჟეტი, როდესაც თასის წრეში არის მოქცეული ბავშვი და დედაც და დედიდაცვალით თავის მხარეს ეკაჩებია და პირველი ვინც უშვებს წელს, მას უყვარს ეს ბავშვი, ის დათმობაზე მიდის, მას უყვარს ეს ბავშვი და ნამდვილად შეწყვეტა გული მის დედზე და მის მდგომარეობაზე. სამწუხაროდ საქართველოში არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება ამ ბავშვს წელს არ უშვებენ ხოლმე და მაინც იმასაც ეთებენ, რაც სურთ და თავისკენ ეკაჩებიან. ეს მოხდა 9 აპრილსაც. ოპოზიციას ახლა შეეძლო ხელისუფლება არ მიეშვა იმ მემორიალთან და ასე გამოეხატა პროტესტი, მაგრამ არავინ არ მიუშვეს. კიდე ის ვიღაცა მოქალაქეები მივიდა, რომლებიც შეიძლება ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, ქართული ოცნების მწვრთნელები არიან, მაგრამ რაღაცა სკანდალი და კივილი და წივილი 9 აპრილს გარდაცვლილთასულებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, მაგრამ თავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის. ხელისუფლება რომელიც მართლა ფიქრობს 9 აპრილს გარდაცვლილ გმირებზე, მათ ოცნებებზე, მათ მისწრაფებაზე, მათ თავგანწირვაზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რაღაცას მოიფიქრებდა ისეთ, რომლითაც ხელს წყალს
ნავს არ დაასწავდა. თქვათ მოძებნი და სამუშაო ისინი ამბობენ, რომ სწორედაც ცეცხლს არ დაასხეს ნავთი, რომ უცხო ძალად შეფასდა ამ დღესთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებები 1999 წლის მოვლენებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს როგორ შეიძლება ახსნას დღეს საზოგადოებამ და რას ნიშნავს ხელისუფლების ეს პოზიციონირება? ჯერ ერთი რომ მათ დაასხეს მაინც ნავთი, იმიტომ რომ ჯერ ვიღაც უსკები თავიანთი საკრებულოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის მინისტრები მიაგზავნეს ვიღაც პროვოკატორები, იქინეს, იფუთხეს, იკივლეს და რო არ გაუვიდათ ეს ყველაფერი, მერე გადაინაცვლეს სწავლებით ეკლესიაში უნიჭოთ, მოიწრეს ეგეთ შეძლოთ სხვაგან ჯაედარებინათ პანაშვიდი, რომ ხაზი გაესვათ იმ დაღუპულთა ბიოგრაფიაზე და ფორმებზე და ასე შემდეგ. ეს ერთი საკითხი და მეორე რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უპირველეს ყოვლისა მეწყვილებს განცხადებები რაც გააკეთეს. მე არ ვიცი საქართველოს საზოგადოებას ეთყობა დაუჩვენდა და დაუბრალდა ეს გრძნობიარე ორგანოები და ვერ რეაგირებენ ნორმალურად იმ განცხადებებზე რაც გააკეთეს საქართველოს ხელისუფლებამ. ბატონმა პაპუაშვილმა, ბატონმა კობახიძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ, ქალბატონმა წილოცანმა პირდაპირ ღიად უცხოად ტოლობის ნიშანი დასვეს როდიონოვის მიჩვევა ალესტიულ ჯარისკაცებსა და იმ სტუდენტებს შორის, რომელსაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ ხოლმე და ხან უკრაინის დროშა უჭირავთ და საქართველოს დროშაც აფრიალებენ. იმდაც განან გასავსე მათ თქვეს, რომ ჩვენი მოქალაქეები და მომხდური მტერი არიან ერთი და იგივენი არიან ერთსა და იმავე დანაშაულს ჭადიან. ორსული რომ მოკლეს, რა ქვია, გოგონები რუსთაველის გამზირზე ის ხალხი და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას ითხოვენ ქუჩაში და რუსული კანონის შეცვლას ითხოვენ ქუჩაში, ერთი და იგივე ხალხიაო, ამბობენ. ესე იგი, თამრი კოჭოველიძის კვლელით და მეც, რომელიც ამ დემონსტრაციებზე დავდივართ, თურმე ერთნაირად ვეძებთ საქართველოს სამართლებრივობას. ეს არის ამაზრდელი და სკანდალური განცხადება და საერთოდ შენ მოქალაქეს როგორც არ უნდა ეთანხმებოდე თუ გაქვს პრეტენზია რომ ამ ქვეყნის ხელისუფალი ხარ ხო შეხარ ყველას ხელისუფლება ყველას პრემიერ-მინისტრი ხარ და არ უნდა ცდილობდე ექსკლუზიას გამორიცხვას გარიყვას შენი საზოგადოების ნაწილი და თავისივე ჩატარებული არჩევნების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 46% ხაზს უსვამენ და მოღალატებას აცხადებენ. დიდი მადლობა ბატონო ლევან.